აი უყური. ახლა ჩვენ ვარ ბაქოში. მე ჩემი რეალური ბიზნესი ბაქოდან დავიწყე და ყავს ბაქოში ძალიან ბევრი პარტნიორი. აქ 5 დღის განმავლობაში ხდებიან ავტოსფეროში 1-200-300 ადამიანი მოწვეულები. აქ იქნება სად, რა, როგორ. და წარმოიდგინეთ დღეს შეხვედრაზე სოფლიო რუკა იყო, სოფლიო რუკა და აი ამ სოფლიო რუკაზე წარმოიდგინე ხელი დაადო ერთმა არაბმა და თქვა რომ კიო ბაქო არისო დღეს ზესახელმწიფო დუბაიცო ჩინეთიცო გერმანიაცო ამერიკაცო თურქეთიცო მაგრამ ესე მითხრა პირდაპირ რომ გელა თქვენ რო ქვეყანა გაქვთ და თქვენ რო ხართ ხალხი ესეთი მეორე დედამიწის ზურგზე არ არსებობს. აი წარმოიდგინე ის რისი გაკეთებას მინდოდა მთელი ჩემი ცხოვრება, რისი გაკეთება მინდოდა აი ამ ჩემი წლების განმავლობაში მინდოდა უამრავი ადამიანი და მესაქმებია საქართველოში იყო ჩემი ოცნება. არასდროს პოლიტიკაზე არც მიფიქრე. ჩემი ფიქრი და ოცნება იყო ადამიანების დასაქმება. და გული ერთ რამეზე მწყდება. ყველა ქვეყანაში ხო შეიძლება რომ მიღებული ვიყო და ყველა ქვეყანაში მიღებული ვარ. და ამ 300 ადამიანში დღეს მე ქართველი ნომერ პირველი ვარ, ამას ყველა ხედავს. მე მიყავს აქ პარადი. როგორც მინდა ისე ვატრიალებ ყველას და ყველაფერს. ხვალ ჩვენ ალიევის საფლავზე გავდივართ, მოვინახულებთ. და ჩემი სიტყვა აქ ჭრის ბევრ სიტუაციაში. წარმოიდგინეთ, ყველა ქვეყანაში მეპატიჟებიან ბიზნესის გაკეთებაზე და ჩემს ქვეყანაში ვერ ვაკეთებ ბიზნესს და ხელი მეშლება დღესაც. გული მწყდება უბრალოდ ამაზე. აზერბაიჯანში ესე რატომ უნდა დამეკარგა ეს 6 წელი, ხო? და ორი მივამატოთ 6-7-8 წელია არ ყოფილვარ აზერბაიჯანში და ბაქოში და დღეს ბაქო არის მართლა ზესახელმწიფო. აი სასწაულია ვფიქრობ რომ ახლა ვიღაცა იტყვის იცი რა ბაქოში არის ნევთი. იცი ჩვენთან რა არის? ჩვენთან ნევთიც არის. წყალიც არის და ჭუაც არის, მაგრამ ამ ერთმანეთის დაპირისპირებამ ყოველთვის ჩვენ დავგზირა, იმ დონეზე დავგზირა, რომ თუ ესე გავაგრძელებთ ვერასდროს წინ ვერ წავიწევით. მე მინდა გითხრათ, რომ ვერასდროს წინ ვერ წავიწევით. ჩვენი ქვეყანა არის ყველაფრით, აი ყველაფერი გვაქვს რაც გინდა, ყველაფრისთვის მზადაა ჩვენი ქვეყანა, მაგრამ მე არ ვიცი, აი გული მწყდება. ამას მე რატომ უნდა მეუნებოდნენ და საქართველოში გელა ბარკალაიას დღეს შემოყვანილი აქვს უკვე წელიწადია ავტომობილები და ეს გაამბაჟებიეს და ნომერს დღესაც არ აძლევენ. და ეს ახლა აქ თქვა ხო სირცხვილია. მე მაინც კმაყოფილი ვარ რომ ვარ სისხლი და ხორცით ქართველი და ესეთი დაფასება რომ გვაქვს მთელ ქართველის ეს ჩვენი წინაპრების დამსახურებაა და წინაპრები ღმერთმა აცხონოს და ვინც არიან დიდხანს სიცოცხლე უსურვებ, მაგრამ ერთმანეთს მოусმინოს და დარწმუნებული ვარ ეს ჩვენი ახალი პრემიერი იმას შევხვდები და აუხსნი რომ ვერძე დაგვიყენოს და მე გელაბარკალაია პასუხს ვაგებ რომ 15,000 ადამიანს დაუსახმო ეტაპობრივად. გისურვებთ წარმატებებს ბაქოდან. ხვალ მივიდივართ ალიევის საფლავზე პატივი გავცეთ და მაგასაც უკვე განახებთ თუ როგორ იქნება რა და გისურვებთ წარმატებას.